ეს არის ჩვენი მესამე სერია ტაილანდის მოგზაურობიდან. ჩვენ უკვე ვეწვიეთ ტაილანდის ყველაზე გიჟურ 18+ ქუჩას. მოკლედ გიჟობები ხდება. და დავაგემოვნეთ უცნაური ზოგჯერ შოკის მომრგველი კერძები ღამის ბაზარში. ყველაზე მყრალი ხილი. ასევე პირველები წავედით ინდოეთის ოკეანეში მონსტრებზე სათევზაოდ და არც თუ ისე პატარა მონსტრები დავიჭირეთ. ამას შეხედეთ რა მონსტრია. დღეს კი მივემართებით დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამოთხეში, ფიფის კუნძულებზე. ანუ არ მჯერა ჯერ კიდე რომ მართლა აქ ვარ. ერთად გავივლით მთელ გზას და რაც მთავარია გავიგებთ, მართლა ისეთი ლამაზია ეს ადგილი, როგორც გვიყვებიან, თუ უბრალოდ ტურისტული ხაფანგია. დილის 9 საათია, ჩვენ გავდივართ კუნძულების ფიფის სანახავად. ერთი კუნძულის გარდა კიდე იქნება რამოდენიმე, მაგრამ აქ მთავარი ვიდეოს აზრი იქნება ღირს თუ არა ტაილანდში მოგზაურობის დროს ამ ტურის აღება, რა შეგხვდებათ, როგორ გაატარებთ მაგ დღეს და ისეთია მართლა თუ არა, როგორც ვიდეოებში შეგიძლიათ ნახოთ სოციალურ ქსელებში. ჩვენი ტაქსი წამოდით ახლა უკვე იქიდან საერთოდ გავალთ. ჩვენი ტური ჩვენ შევიძინეთ ჩვენივე სასტუმროს პირველივე სართულზე, ამიტომ პირდაპირ სასტუმროში მოგვაკითხა ახლა მანქანა, სადაც მივდივართ უკვე იქ, სადაც დაგხვდება გემი. წესით მაგ გემზე იქნება მაქსიმუმ 30 ადამიანი და სხვათა შორის ამ ტურის ორი ვარიანტი არსებობს აქ, რასაც სთავაზობენ ტურისტებს და ზუსტად გემში არის განსხვავება. წესით მთელი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო რაღაცები გველოდება და ღირებულებაში ეს ყველაფერი შედის. სხვათა შორის ღირებულება იყო 3900 ბატი ერთ ადამიანზე და ეს გამოდის სადღაც 323 ლარი. ხო და დღეს გველოდება წესით, რა თქმა უნდა, მთელი დღით ვიქნებით ერთი გემით. ყვება მთელი დღის განმავლობაში. ყველანაირი აღჭურვილობა იმისთვის, რომ ვიყვინთაოთ. განსაკუთრებით გოგოებს მოეწონებათ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სურათები და ვიდეოები გამოვა. გამჭირვალე გემებზე იქნება, პატარა ნავებზე გადაობა. რა თქმა უნდა, რამოდენიმე კუნძულის მონახულება, არა მარტო ფიფი, და ვნახოთ რა კუნძულები შედის მაგ ტურში. და ვნახოთ როგორი იქნება წესით, ძალიან საინტერესო დღე გველოდება. წესით ახლა მოგვიყვანეს ჩვენი კუნძულის მეორე მხარე, სადაც არის ბუნებრივი მარინა გაკეთებული. სიმართლე გითხრათ, ცოტა შემეშინდა გზაში, იმდენი ხალხი არის აქ. და წესით ყველა მივდივართ რაღაც კუნძულებზე და იმედია ძალიან ბევრი ხალხი არ ვიქნებით. ნახოთ. ეხლა დამჭირდება ჩვენი ბილეთები, რომელიც მოგცეს აშკარად სასტუმროში, ანუ რომ ვიყიდეთ ტური. რაღაცა ჩეკინის დესკი არის. რეგისტრაცია გავიარეთ. ეხლა ვართ რაღაც ერთდროულად სუვენირების მაღაზია არის, ერთდროულად სარეგისტრაციო, ერთდროულად რაღაცა ყავა, ჩაი, მოკლედ შეგვიძლია მივირთვათ და გვითხრას დაველოდეთო. მოგცეს ეგეთი სამაჯური ნარინჯისფერი. სავარაუდოდ იმის მიხედვით, რომელ კუნძულზე ვინ მიდის და მოკლედ ცოტა ხანია სავარაუდოდ აქ დავისვენებთ გზის მერე, იმიტომ რომ სხვა შორის 40 წუთი მოვდიოდით აქ და მე უკვე წავალთ გემზე. Thank you. The two of you? Thank you. Order please. იმის მერე რაც ეს ბიჭი მოგიყვა ყველაფერი, გვირჩია რომ უნდა გვეყიდა ფეხსაცმელი სპეციალურად რიფებისთვის, რომ არ დავაზიანოთ ჩვენ ფეხები, ჩვენც ეგრე გავაკეთეთ, ვიყიდეთ, მოგეთ ნახოთ. ეხლა ჩვენ შევიკრიბეთ უკვე, აქ გადაგვიღეს სურათები, გკითხეს ალერგია გაქვთ თუ არა გაქვთ, მოგცეს ორი ბილეთისნაირი რაღაცა, იმისთვის რომ მე კერძებიც იქ შეგვიძლია შევჭამოთ, იმიტომ რომ ზოგადად ლანჩი და ვახშამიც არის გამზადებული და უკვე წავედით გემზე. აი, ჩვენი მაგარი გემი არის. განსხვავება იყო ტურში ზუსტად გემების. ეს იყო უფრო დაბალბიუჯეტიანი, უფრო მაღალბიუჯეტიანი. წავედით ნახოთ ჩვენი სწრაფი გემი. არაფერი არ მოგივარდის ჩანთიდან თავარია გიო. აქ უგრძნობ მაგარი სურათები გამოგვივა.
კიდევ ერთხელ აგვიხსნეს წესები, გვითხრეს, რომ რადგან ყველა მიდის ფიფი კუნძულებზე პირველ ჯერზე, პირველ რიგში, ჩვენ მივდივართ ბამბუ აილებზე, რომ უფრო ნაკლები ხალხი იყოს. და სხვათა შორის ზუსტად ეს გამოარჩევს კარგად დაგეგმილ ტურს, იმიტომ რომ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აი ეს არის ჩვენი გეგმა, მაგრამ ეს გეგმები შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, რა ამინდი იქნება, რა გზა დაგხვდება და რა პირობები დაგხვდება. და ჯერჯერობით ყველაფრით კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგად ორგანიზებულია. სასმელი მთელი დღის განმავლობაში გემზე დაგხვდებათ უფასოდ, ასევე შუადღეს იქნება ლანჩი, ამიტომ კომფორტით საკმარისი არის. რადგან გვითხრეს, რომ ბამბუ აილენდი არის ჩვენი პირველი გაჩერება, იქამდე არის 1 საათი და 10 წუთი გზა. გაგვაფრთხილეს, რომ დღეს რადგან ოდნავ ქარია, შეიძლება გაქანაოდეთ გემზე. სხვათა შორის ძალიან ბევრი სტორი და ვიდეო მაქვს ნანახი იმაზე, რომ აი ეგეთ ტურებში გადიან ძალიან ადრე. და ჩვენ გავედით ძალიან კომფორტულ დროს 9 საათზე და მშვენივრად ვგრძნობ თავს, გამოძინებულიც ვართ დანაჯამებით. მე გამიმართლა, რომ მე გული არ მერევა არც გემზე, არც მანქანაში შემთხვევაში და გიორგის ისაკვდელი დაცაპული გზა. სხვათა შორის წინას არ მოგწეს კიდე ვისაც გაქვთ ზღვის შიში და ზღვის ეს დაავადება. წამლები მოგწეს, ამიტომ რავი, წამაიც ძალიან ნახოთ იმეთი არც არ გაგდება. ფიფის სინამდვილეში ერთი კუნძული არაა. ეს არის კუნძულების ჯგუფი, ამ ადგილის მთავარი 2 კუნძულია. კო ფიფი დონ, სადაც სასტუმროები, კაფეები და ხალხი ცხოვრობს, კო ფიფი ლე, დაუსახლებელი და ყველაზე ცნობილი ხედებით. მოვედით, ესე იგი, სანამ მოვედით, ცოტა ხანში მოგწეს ეს მასკები. როგორც თქვი, პირველი ჩვენი კუნძული არის ბამბუ აილენდი. მოვედით აქ, წესით აქ ჩერდებით 45 წუთი და შეგვიძლია ვიყვინთავთ და ვუყუროთ არალებს. ძალიან სილამაზეა, მეტრი ქვიშა არის. ეხლა ყველაფერს გაჩნევთ ჩვენ აილენდზე. ჩვენ ვართ უკვე ბამბუს კუნძულზე, ბამბუ აილენდზე. რეალურად ძალიან პატარა კუნძულია, მაგრამ ძალიან ლამაზია. ირგვლივ არის თეთრი ქვიშა. აი იქ არის ადგილი, სადაც შეგვიძლია ვიყვინთავთ, მაგრამ რადგან ეს ტერიტორია არის როგორც პარკი, დაცული პარკი, ამიტომ აუცილებლად აქ ყვინთაობა არის სპეციალურ ჟილეტებში. რომ არაფერი არ მოგვივიდეს, მაგრამ პლაჟზე თუ დადიხართ და სურათებს იღებთ უბრალოდ, არაა საჭირო ჟილეტი. როგორც გიდი გვითხრა, შეგიძლიათ აქ ვიყვინთავთ, მაგრამ მე გირჩევთ, რომ ფიფი აილენდთან ერთად კიდე ერთ ადგილას, სადაც გავჩერდებით, იქ ჯობია ვიყვინთავთ, უფრო კარგი წყალი არის და უფრო სიღრმეში იქნებით. თან იქ შეგვიძლია არ ჩავიცვლოთ ეს ჟილეტები და კადრებიც უფრო ლამაზი გამოვა. მოგეთ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ მაინც წამოგვეღო და მერე ვნახოთ. ან ვიყვინთავთ, ან არა. აქ დგას ჩვენი გემები, მთავარია დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი არის 9 ნომერი, რომ მე სხვა გემში არ ავიდეთ. იქ არის უკვე ადგილი, სადაც ყვინთავენ, რაც მთავარია, ძალიან ლამაზი არის წყლის ფერი, მოკლედ საოცრებაა მართლა. ესე იგი, ბამბუ აილენდზე ერთ ნაბიჯი გადავდგი და ეგრევე ქართველი გოგოები შეგვხვდა. და რა საინტერესოა, ესე იგი, თქვენ ქართველები ხართ, მაგრამ საცხოვრობთ? ბეიჯინგში ვცხოვრობთ, ჩინეთში. და აქაც საინტერესო ადგილას ცხოვრობთ, ამაზეც მოგვიყვებით, აბა? ფიფი აილენდზე ვცხოვრობთ, შეგიძლიათ დაამატვანი. ძალიან ლამაზია, ძალიან სასიამოვნოა და თუ გადავწყვეტ ჩამოსვლას, აუცილებლად ჩამოდით განსაკუთრებით ამ კუნძულზე. ანუ ახლოს არის აქედან, ხო? და 45 წუთში მოვედით, ჩვენ იმითი, რა ქვია, long tail boat-ით მოვით 45 წუთში. აი ეს ამათი ძველი ხის ნავები როა, მაგით მოვით 45 წუთში. ოღონდ ჩვენ სადაც ვცხოვრობთ ფიფი აილენდზე, წყალი, ანუ საბანაოდ რო გახვიდე პლაჟზე, არ არის, მიდის, სამსახურში მიდის ყოველ დილით და საღამოს 7 საათზე ბრუნდება. დედას გებიძებთ, არ მიტყუები. გუში გითხეს, რომ 7 რო 5 წუთი დააკლდება, დაბრუნდებაო. წყალია და 7 რო 5 დააკლდა, წყალი დაბრუნდა. მანამდე არ იყო ალბათ, აი სადაც ის დიდი ის არის, იახტა, მანამდე წყალი არ იყო. უბრალოდ ქვიშა იყო. და გამოვშტერდით, ხო, ანუ გადავირიეთ და იქ ნუ მოკლედ ვერ იბანავებ, მაგრამ ღამის გართობა არის ძალიან მაგარი. და საბოლოოდ ბევრი კუნძული არის ფიფის გარშემო და
ფიფიდან გადადიხარ სხვა კუნძულებზე. ხო, დღეს მაგალითად ბამბო აილენდზე ვიყავით მთელი დღე. ხვალ ვაპირებთ ტური, სნორკელინგ ტურები გავაკეთოთ. მერე გადავიდეთ მაია ბეის, სხვა რაღაცაები, ხო? ფიფის ძალიან მაგარია. ბეიჯინგზე საუბარი არ გსურს, იმიტომ რომ იქ არის სიცივე, ყინვა, სარვიც, ჯანდაბა, არ გვინდათ ბეიჯინგზე საუბარი. აქ ჩამოვედით 64-ში და მართლაც ძალიან ლამაზი არის. გვიждებით აქ. ტაილანდი გშველის სიცივისგან. საქართველოს არაფერი არ ჯობია. რა თქმა უნდა, გვენატრება ძალიან და ზაფხულში ჩამოვალ საქართველოში და გვახვედით ესეთი წყალი ძალიან ხო. ბათუმში გელოდებით ესე იგი. ესე იგი, ეხლა პოლი მოგვიყვება, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ მაიმუნების კუნძულზე, რომ არ დავშავდეთ. So what we should do that monkey don't bite us. If monkey bite you, if the monkey bite you, you want to go to the hospital in 24 hours for get the rabies vaccine. Oh my Because in the mouth of monkey, there are a lot of bacteria. But if him bite monkey can dancing like you. Because you're crazy. Recording TikTok. So we don't should take our stuff, yeah? Yeah. The bag, your belonging, your stuff, you want to leave it on the boat because when the monkey, they see your bag, your belonging. The monkey they come to you and they steal your bag, run away back to the jungle. And someone in Thailand social media they call monkey like a pickpocket in Thailand. They steal everything. And they can smell it's very good when see the bag or any food, they will come to you and take the bag, run away. Yeah, so they are talking that in the bags is food, so Everything. What the sunglasses, the hat, the camera, phone is okay, no problem. That's just only is the food. Now the food on the back. The monkey, we think you put. If you have a small bag like this one, yeah. and like this one, the monkey, we think you put something inside. The monkey will come to take it. And they don't know what inside, but they want to open and check. Oh my god. And when the people want to walk to take the bag back to you, they be look at you and open and run away back. Yeah, and then sometimes my staff is running to call the monkey to take the bag of my customer back to them. Yeah, crazy monkey. So monkey are living only in this island or it's everywhere in Thailand? Everywhere in Thailand. But the monkey in PP, out Phuket they have also. They have many places to see monkey in Phuket. Like somewhere in Phuket they have the monkey. They stay with the local people. They stay with the jungle around there, the mangrove forest, you know mangrove, no? Yeah. And in PP Island they have around 4 beats of monkey. I think today we go with the big monkey beach, and monkey they stay around there because monkey they know the time. The people come, the monkey will come. But sometimes the monkey they feel cold. The weather is very cold. They not come. Wow. Okay. So now it's not cold for monkeys. Not cold for the monkey. So it's a good weather. We are waiting monkeys, many monkeys. I hope today see monkey because not every day to see monkey. There's sometimes monkey not come. And also, there is everywhere water and ocean. How they came here? Monkeys. Monkey. Someone they tell me the monkey they come with the boat before. Like a long time ago, this area like a floating market area. The many big boat they come to take something or buy something around here, and then they think wait for the bag. They like get the monkey free, relaxing on the beach, and then the monkey they bite the rope and then run away and stay around there, and then they make the baby. They have monkey everywhere, but sometimes the monkey they come to the restaurant. But the monkey they stay only one area, not everywhere, just only the monkey beach. Yeah. And also monkey in PP, they can swimming. Oh, really? They can swim, they can swim. Because they're born here. And sometimes when the water getting high tide, in the area no beach. And we see monkey from the boat because the water is too high. Not no beach there. And monkey they jump to the water and swim to the boat. And come to the boat, take some back, anything not belonging again. Jump off and swimming back. ანუ წარმოიდგინეთ რა მაგარი მაიმუნებებია რომ ცურვაც ჩათვალეთ ისწავლეს მარტო იმის გამო რომ მოპარონ ჩანთები და საჭმელი მოიციონ. ყველაზე სასიამოვნო აქ არის ტემპერატურა, ქვიშა და ხალხი. აი ამ რამოდენიმე დღეების განმავლობაში რაც ამჩნევ შეიძლება ძალიან რთული ცხოვრება გქონდეთ ტაილანდელებს. შეიძლება არც ძალიან მაგარი პირობები არ გქონდეთ, მაგრამ აი სუპერნიერები არიან. შეიძლება მთელი დღე იმუშაონ, აიღალ, მაგრამ საღამოს რომ მოხვიდე აი იმ რესტორანში სადაც მუშაობენ, სადაც არიან, სადაც შეხვდებიან. აუცილებლად გაგიღიმებიან, აუცილებლად რაღაცა
ჯოუქსი ტყვიან, რომ იცინო, სხვათა შორის ყველაზე სასაცილო მომენტი იყო. ერთადერთი დღე ძალიან დაღლები მოვდივართ და გავდივართ Bangladesh, მოკლედ, და იქ ხალხი არის პრომოუშენები, ანუ ეძახიან რომ რესტორნებში და ბარებში შევიდეს ადამიანი და უბრალოდ ქალი მაჩერებს და მეუბნება, გაიგებეო, შენ ხო ტაილანდში ხარ, გაიგებე და იყავი ბედნიერია. იცოდეთ რომ ტაილანდში არის ერთ-ერთი წესი საინტერესო და პირველად გავიგე როცა გეგმავდით მაგ მოგზაურობას რომ როცა თქვენ აპირებთ ბანაობას რიფებთან ახლოს მით უმეტეს თქვენ უნდა გამოიყენოთ ისეთი მზის დამცავი სადაც არის რიფების ნახატი ეს ნიშნავს რომ ეს მზის დამცავი არ აზიანებს რიფებს წარმოიდგინეთ ეგეთი რაღაცებიც არსებობს ბამბუელზე გავჩერდით 45 წუთი ძალიან კარგად ყველაფერი არის ორგანიზებული ძალიან საყვარელი გიდები ყავს აი ეხლა ამოვედით თვითონ ჩვენ გემზე და ფეხებისთვის დასაბანი ცალკე ადგილია აქ არის სუცივი წყალი სასმელი იქ ხილს ვხედავ უკვე მოგეთ ძალიან მომწონს როგორ არის ყველაფერი გაკეთებული ეხლა მივიდივართ უკვე შემდეგ ჩვენ დანიშნულ წერტილამდე ჯერ კიდე არ უთქვია რომლამდე გეტყვით ზუსტად რომელი იქნება შემდეგი კუნძული შემდეგი გაჩერება მაიმუნების კუნძული დარწმუნებული ვარ გიორგი რაღაცას ისეს გააკეთებს რომ უკბენენ მაიმუნების კუნძულამდე არის ესეთ 10-15 წუთი ეხლა ახარ ძალიან დახტის ჩვენი გემი ტალღებზე იმიტომ რომ ქარი უკვე ჩაწყდა დილაობით სუქარი არისო ეგრეთ ქვეს მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ ძალიან კარგი ადგილები უკან ვზივართ და თითქმის საერთოდ არაფერს არ ვცნობ აი საათ 10 წუთიანი გზა რო იყო პირველ კუნძულამდე და ჩამეცინა იქამდე კარგად ვზივართ ამიტომ ერთადერთი რასაც ვეთქვი რომ სავარაუდოდ ორსულებისთვის და იმ ხალხისთვის ვისაც აქვს პრობლემა ხერხემალზე ცოტა რთული იქნება მაგრამ კრიტიკული სიტუაცია თუ არ არის და კიდე ამის გამოცანა შეგვიძლია ვთქვა რომ ნამდვილად ღირს იმიტომ რომ ხედები იშლება სასწაული მოვედით მაიმუნების სანაპიროზე და უკვე გამოჩნდა აი გამიან აქ სხვანაირი ქვიშაც არის აი ეგრევე ჩადიხარ დაბლა აი ძალიან soft არის ეგრეც მითხრეს რომ very soft sand ფიფის კუნძულებზე მაიმუნები იმიტომ არ აღმოჩნდნენ, რომ აქ ვინმე მიიყვანა. ისინი ბუნებრივად ბინადრობდნენ ამ რეგიონში, ძირითადად ესენი არიან გრძელ კუდა მაკაკები, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ფართოდ არიან გავრცელებულები. მოკლედ როგორც ჩვენი გიდები გვეუბნებიან, აი ყოველ დღე უეჭველად ვიღაცა იქნება, ვისაც უკბენენ ეს მაიმუნები, მაგრამ მაინც ხალხი მოვა უყურებს, თან ეფერებიან, ძალიან ახლოს მიდიან. ძალიან საყვარლები არიან, ვეთანხმები, მაგრამ ნაკბენი და მერე აცრების გაკეთება ცოტა ძალიან ტვინის ჭამა, მაგრამ მართლა ძალიან საყვარლები არიან. ბოთლი წაიღო. ანუ წარმოიდგინეთ, გამოიქცა, ვეგონა რომ ადამიანის მიერ გამოიქცა, მაგრამ ბოთლი უნდა და წყალი აიღო და ძალიან ხმერზა. მაგიტომ გითხარით რომ მეშინია რომ გიორგი აქედან ნაკბენით წავა, იმიტომ რომ იმენა დასდევს მაიმუნებს. და იმენა სახეში წენის მაგ კამერას. რაც შეეხება თვითონ კუნძულს არის მართლა ულამაზესია და ჩემი აზრით აი ეს ტაილანდური ძველი ნავები ქმნიან თავის vibes, ამიტომ ძალიან მომწონს. საშიში მაიმუნები რო არა, სემუნებით აქ დავწვებოდი, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო ქვიშაც არის. 1 2 3 1 2 3 1 2 3 Thank you. იბიზე ყველაზე ცნობილი ადგილია Monkey Beach, მაგრამ როგორ მოხვდნენ მაიმუნები კუნძულზე? მეცნიერების მთავარი ვერსია, რომ ძალიან დიდი ხნის წინ, როცა ზღვის დონე სხვანაირი იყო, ზოგი კუნძული შეიძლება ხმელეთთან უფრო ახლოს ან დაკავშირებული ყოფილიყო და სწორედ ამ დროს მოახერხეს მაიმუნებმა კუნძულებზე გადასახლება.
ანუ ჩვენ გვეშვინია და ამათ არ ეშინიათ. ესენი მოდიან და ხალხი აი ეგრე გარბის ირგლივ რომ ახლოს არ მივიდნენ. იგრძნობა ვისი კონსოლიც არის ეს ესენი არიან ამათი პატრონები. სხვათა შორის, როდესაც მაიმუნები ტურისტებს მოძდევენ, ხოლმე ისინი ზღვაში გარბიან, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა. ამ მაიმუნებმა ცურვაც ისწავლეს და ზღვის მოქცევის დროს თავისუფლად ცურავენ ხოლმე. ჩვენ უკვე სხვა კუნძულზე ვართ, მაიმუნების კუნძულების შემდეგ, ეს არის ფხიფხი დონგი. აქ მოგვიყვანეს ლანჩზე, მთელი გზა ხო გვაჭმევენ, ხან სასმელი იყო, ხან ხილი იყო. ეხლა მოგვიყვანეს რესტორანში, ამათი რესტორანია. ძალიან დიდი არჩევანი არის კერძების, ნაციონალური ტაილანდური საჭმელებია უმეტესობა. ჩვენ სამაჯურებით შევდივართ და უფასოდ შეგვიძლია მირთმევა. განსაკუთრებით ლამაზია ხედი, რომელზეც ვზივართ და ეხლა ვჭამთ, იმიტომ რომ ირგლივ არის ულამაზესი სანაპირო და ზღვაში არის პატარა კუნძულები. მოკლედ ძალიან ლამაზია გარემო აქ. 2004 წლის ცუნამმა ფიფი ძალიან დააზიანა, მაგრამ შემდეგ თავიდან აღადგინეს და დღეს ისევ ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ეხლა მოვედით ფილე ლაგუნში, იმისთვის რომ გადავიღოთ ულამაზესი სურათები და ვიდეოები აი ამ ხის ნაციონალურ ტაილანდურ ნავზე. ცალკე ქირა მოგვიწია მაგისი დაგვიჯდა ეს 400 ბატი თითო ადამიანი. საკმაოდ ნორმალური ფასია იმისთვის, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სურათები გამოდის და მე ჩემ ინსტაგრამზე ნახავთ მაგას უკვე. აი ისეთი ლამაზია ირგლევ, ისეთი ფერები, ცალკე წყალი, ცალკე ეს გამწვანება. მოგეთ, ანუ არ მჯერა ჯერ კიდე რომ მართლა აქ ვარ ვზივარ და შემიძლია ხა წყალში ჩავიდე, ვიბანაო და ვისი ამოუნო. თავი მგონია რაღაც ფილმში ან ვიდეოში უბრალოდ რა სკროლავ რა უყურებ და რეალურად მართლა აქ ვარ და რეალობაა ეს ყველაფერი. ჩვენ აქ მოვედით ახლა სნორკინგის შემდეგ გემით და ყველაზე საინტერესო იყო როგორ ხდებოდა ჩვენი ჩამოსმა, იმიტომ რომ ყველა ჩქარობს, ყველა გემს უნდა თავისი ტურისტები უფრო მალე ჩამოსვას და ეს იყო პირდაპირ მნიშვნელობით ომი და თან საინტერესო სანახავია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ამ ხელა გემები რომ თან ცდილობენ არ შეეჯახონ ერთმანეთს. მოკლედ ძალიან მაგარია, ძალიან სილამაზეა თვითონ კუნძულზე, როგორც ვხედავ, გაკეთებულია სპეციალური ბილიკი, სადაც ახლა ჩვენ მივდივართ, კომფორტულად მივდივართ. როგორც ხდები პლაჟთან, უკვე ვეღარ ვითმენ, ძალიან მაინტერესებს რა იქნება ბოლოში, თან ძალიან გაგვიმართლა, იმიტომ რომ მზის ჩასვლის დროს ზუსტად გვემთხვევა. გამოჩნდა. My base ცურვა არის აკრძალული, იმიტომ რომ აქ ცხოვრობენ პატარა ზვიგენები, ამიტომ წყალში შესვლა არ შეიძლება, უბრალოდ წყალთან სურათის გადაღება მარტო, მაგრამ ძალიან ლამაზია მაინც. 64 მთელ მსოფლიოში სწორად აქედან მაია ბეიდან გახდა ცნობილი. აქ ფილმი The Beach გადაიღეს და მთავარ როლში ლეონარდო დიკაპრიო მონაწილეობდა. ამის შემდეგ ტურისტების რაოდენობა აფეთქდა. მაია ბეი რამოდენიმე წლით საერთოდ დაკეტეს, იმდენი ადამიანი მოდიოდა და მარჯნის რიფები და ბუნება დაზიანდა. შემდეგ შეზღუდვებით, მაგრამ ისევ გახსნეს. სალამაზია ღმერთო. შეგახსენებთ, რომ ჩემი ტაილანდში მოგზაურობის მთავარი მხარდაჭერი არის ტურისტული კომპანია Travelfy. და მე მგონი ყველაზე მაგრად გაგვიმართლა ზუსტად იმაში, რომ ზუსტად მზის ჩასვლის დროს მოვედით, იმიტომ რომ ულამაზესი ფერებია. ჩემს უკან ზუსტად არის ის ადგილი, რის გამო ჩვენ და კიდე მილიონი ადამიანი ყოველ დღე გადის ძალიან დიდ მანძილს იმისთვის, რომ
მოხდეს აი აქ. შეიძლება ეს იყოს დილით, შეიძლება ეს იყოს საღამოს. ჩემი საღამოს უფრო ლამაზია, იმიტომ რომ მზის ჩასვლა აქ არ არის მზე და იქ ყველაფერი არის განათებული მზით. და ბოლოს რა თქმა უნდა, ღირს თუ არა ფიფის კუნძულების სანახავად ჩამოსვლა ზოგადად ტაილანდში და მე ტაილანდიდან კიდე მოსვლა აქ. ჩემი აზრით ყველანაირად ღირს, მით უმეტეს თუ არჩევანს გააკეთებთ იგივენაირ კარგ კურზე როგორც გავაკეთეთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველაფრით კმაყოფილები. აუცილებლად გაითვალისწინეთ ყველაფერი რაც ვიდეოში ვთქვი და გამოიწერეთ ჩემი გვერდი უფრო მეტი საინტერესო ვიდეოებისთვის.